კურიერი ჟურნალისტები და დღის სტუმრები მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამომშვიდობისა. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის წლის ბოლომდე დაიწყება. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მთავარი შედეგია. ვარშავის სამიტი უკვე დასრულდა, შემაჯამებელი პრესკონფერენცია პოლონეთის პრემიერმა ევროკავშირის ლიდერებთან ერთად გამართა. რა შეფასებები გაკეთა სამიტის დასრულების შემდეგ? ნინო სამყურაშვილი დეტალებით. ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი გამოხატეს ასევე მხარდაჭერა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს ღიად განაცხადა, რომ საფრანგეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და 6 პუნქტიან შეთანხმებაზე ხელის მომწერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღეს სესიაზე აცხადებდა იმასაც, რომ საფრანგეთი და ასევე ევროპის ყველა ქვეყანაც არასდროს არ დათმობს რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს საკითხს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპარლამენტის პრეზიდენტი კი ერჟი ბუზეკი საუბრობს იმაზეც, რომ ევროპელი ინვესტორები უკვე მზად არიან, რომ საქართველოში დაიწყონ ინვესტირება, რადგანაც ქვეყანა ადგას განვითარების სწორ გზას და ეს ცვლილებები და რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, აუცილებლად მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. საქართველოს სწორი გზით მიდის. ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არა მარტო დემოკრატია და სტაბილურობა, არამედ აყვავებაც გვჭირდება. ევროკავშირი მზადაა ინვესტიციების ჩასადებად, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნათ ჩვენი ბაზარი და დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკის სფეროში ინიციატივების განხორციელებაში. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს სპეციალურ პრესკონფერენციაზეც. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ევროკავშირის სურვილი, რომ თანამშრომლობა საქართველოსთან კიდევ უფრო გააღრმავოს და ასევე დაიწყოს წლის ბოლომდე უკვე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებიც. ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავების ახალ ეტაპზე გადავედით. შესაძლებელია წლის ბოლოსთვის საქართველოსა და მოლდოვასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ასევე მიმდინარე წლის ბოლოსთვის ველი დიალოგის დასრულებას უკრაინასთან ასოცირებული წევრობის შესახებ. ევროკავშირის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ორ საკითხზე. ერთ-ერთი თავისუფალ ვაჭრობას ეხება, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ეკონომიკური ურთიერთობის მთავარი ნაწილია. დღევანდელ სამიტზე შევიმუშავეთ ვადები საქართველოსა და მოლდოვასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკების დაწყების შესახებ. პრესკონფერენციაზე განცხადებები ევროპელი ლიდერების მხრიდან გაკეთდა ასევე უკრაინასა და ბელორუსთანაც დაკავშირებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის მეორე სამიტი დასრულებული არის, ვარშავას ოფიციალური დელეგაციები უკვე ტოვებენ.